1997 წლიდან დაიწყო. ჯეოსელი პირველი GSM ოპერატორი იყო საქართველოში. მან ყველაზე ადრე შესთავაზა მომხმარებელს SMS სერვისი, როუმინგი და ასე შემდეგ. მალე ჯეოსელი სკანდინავიური თელიასონერას ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც მოგეხსენებათ მსოფლიოში პირველი მობილური კომუნიკაციების დანერგვით არის ცნობილი. როდის გახდა ჯეოსელი საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი საქართველოში? 2009 წელს, თუმცა 2011-ში პორტირების კამპანიის შედეგად ლიდერობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა. იმ პერიოდში ყოველი 10 პორტირებულიდან 9 ჯეოსელში გადადიოდა. ლინკავა, აბა გაიმეორე. 2011-ში პორტირების კამპანიის შედეგად ჯეოსელის საბაზრო წილი საგრძნობლად გაიზარდა მას. 2013-2016 წლებში სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ჯეოსელმა დანერგა ისეთი ტექნოლოგიები, როგორც არის 8G, გაფართოებული რეალობა და სხვა. ძალიან კარგი კატო, ერთიანი. გახდი ისტორიის ნაწილი. გაერთიანდი ჯეოსელში შენივე ნომრით.